დღეს მაგალითად ერთი ჟურნალისტი შემხვდა, რომელსაც დასწრება უნდა საკრებულოს ხდომაზე და გასცეს ასეთ პასუხი, რომ 2 დღით ადრე განცხადება უნდა შეიტანოს და ნებართვა აიღოს და ისე დაესწროს. და უკან წავიდა ეს ჟურნალისტი. ამიტომ თქვენ როცა შემოხვედით და კონფლიქტი გამოიწვია ამან და საკრებულოს თავმჯდომარე თქვენთან რაღაცას დაუბრუნდა, ეს ჩემთვის ნათელი გახდა და ცხადი იყო, თუ თქვენთან რაზე იყო საუბარი. მე ეს გავიგონე კიდეც და მე ის რომ დაესწრა ეს ხდომას, მეგონა რომ თქვენ აკრედიტაცია მუდმივად გქონდათ და ამიტომ გათვალისწინებები არ დაარჩინეს და უარი ვაკეთეს. საკრებულოს ხდომაზე მივედი. მქონდა სიტყვიერი შეთანხმება საკრებულოს თავმჯდომარესთან, ბატონ აილაშვილთან და არ დამიშვა საკრებულოს ხდომაზე. მინდოდა გადაღება სიუჟეტის გადაღება საკრებულოს ხდომის და მის შესაძლებლად მოვიდა ის რომ 2 დღით ადრე განცხადება უნდა შეიტანოთ კანონში, კანონის რაღაც მოსვლი მომიყვანა, რომ 2 დღით ადრე თუ დასწრების სურვილი მქონდა, უნდა გადამოგვიყვანა. მაგრამ მე როგორც ჟურნალისტი და გამეშუქებინა საჯარო ინფორმაცია არ დამიშვა. შეტანილი მქონდა განცხადება დავწერეთ ჩვენ რომ თქვათ დემა დაერთოთ საკრებულოს ხდომაზე დავსწრებოდეთ. ინფოცხრის ჟურნალისტებით არ დაგიშვათ ხდომაზე და მიზეზი მაინტერესებს. ჩვენ გვაქვს კანონის რეგლამენტით გათვალისწინებული. შეგიძლიათ აპარატში მოვიდეთ, ჩვენი რეგლამენტი ნახოთ და მე რომ მოხდით აიკითხოთ გასწრების წესი. რა წერია? თქვენ წაიკითხეთ. ტელეგრამზე მეთქვა მას. თუ არ გახსოვთ, არა უგანაშაულეთ საკრებულოს ხდომის დაწყებამდე უნდა შემოვიდეს განცხადება. საკრებულოს ხდომა თუ საჯარო